დღევანდელ ვიდეოში გავტესტავთ 7 საავტომობილო ლაიფჰაკს, რომელიც TikTok-ზე შეგვხვდა. ამჯერად უფრო საინტერესო რაღაცები მოვამზადეთ, ბევრი მგონია რომ სისულელე იქნება, თუმცა ერთად გავტესტოთ. მოდი დავიწყოთ. პირველი. Lock or unlock your car, but it's not working because it's too far away. All you have to do is hold up the key fob to your head and your brain. ანუ შორსოთ გახარდა, პულტი არ იჭერს, რომ გააღო ავტომობილი. მიდეთო თქვენი პულტი ვესწრათ ლიკაბზეო და თქვენი ტვინი გადასცემსო, ანუ ანტენის ფუნქციაში ასრულებსო და ეგრე გააღებთ მანქანასო. სხვადასხვა ეს მანქანას მინახავს და ძალიან მაინტერესებს მუშაობს თუ არა. ამიტომ წავედით და ნახოთ. აი, ჩვენი პირველი ტესტი, მოკლედ გასაღების ტესტი. ახლოდან რომ მუშაობს და აღებს შეულებრივად, მაგრამ შორიდან არ მუშაობს. ამისთვის უნდა გავიდეთ ცოტა შორს. აქედან მუშაობს. აქედანაც მუშაობს, რა დაჭერა აგავს ხო, შევიკაი. ვანიშნე ხელით. არ მუშაობს, ხო? არა. Всё, ძლივს შესაძლოა მოვედით, თორემ მანქანას შორს ვარ თემალისად და ეხლა უნდა ეხლა კი? შეხორა ხოლმე. მოიცეთ. ეხლა კიდევ უფრო გავიდეთ. აქედან მუშაობს. მოკლედ 10 კილომეტრი ვიარეთ. არას უნდა მაიჭირს. აქ ვეღარს ნაკაშას ვეღარ ხედავ და ვეღარს მანქანას. დავიყვირებ და გავიდეთ. ეხლა მოგატყუებ. არა. მოკლედ ეს ტესტი ჩავარდა. პირველი ტესტი ჩავარდა. ნახოთ როგორ გაგრძელდება. წავიდეთ. ტესტი ნომერი 2. ამჯერად ფარებს დაუბრუნდეთ ისევ და ფარების გაპრიალებს. ესე იგი გამოიყენა ლიმონი, სოდა, დააყარა სოდა, ლიმონზე გაჭრა შუაში ლიმონი და დააყარა სოდა და შემდეგ წაუშვა ფარზე და ამან უნდა მოაშოროს სიყვითლე. გოგო, შენ ეს მაგას ყვითელი ფარები ხო? კი, გაგვეხლებულია ხო? კაია, მშვენიერი, წავედით გავტესტოთ. შემდეგი ტესტში უნდა გავაპრიალოთ ჩვენი ფარი, როგორც ვიდეოში ვნახეთ, ამისთვის დაგშვირდება სოდა და ლიმონი. მოდი ნახოთ რა გამოვა, იმიტომ რომ თან ყველაფერი და ამახანისთვის იდეალური პირობები გვაქვს, იმიტომ რომ ერთი ფარი როგორც ხედავთ გაფუჭებულია, დაზიანებულია და გასაწმენდია, მეორე კი იდეალურია. ეხლა ვეცადოთ რომ იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ სოდით და ლიმონით. ეჭვი მოპარება რაღაც გამოვიდეთ, მაგრამ ვსადოთ. აჰა, ძმაო, საკმარისად არ იმგონია. მუშაობს, ბიჭო. მართლა მუშაობს. აი ზევით არის ყველაზე მეტად გაფუჭლებული და ამამ ნახოთ რა სიტყვას, აი აქ ნახე. კარგი, ერთი წამით. აი ზევით არის ყველაზე მეტად ფუჭლებული. ბიჭო, ეგრევე აპრიალებს. ახლა ამას რო ჩამორეცხავ, თუ ისეთი გახდა ძმაო, რა ვიცი, აუდი რა. მაგრამ ისი რა არის საქმე რაშია? რამდენ ხანს გაძლევს ნედა? ეგ არის საკითხავ. ნოიცა პილოტი გავწმინდო. გააპრიალა რა გიგი. აი ოდნავ არის აქ ოდნავ, მაგრამ ერთი ორჯერ რო გადავატარო, მე მგონი უშველის. მაგრამ რა შედარება? ბევრად კაია რა? ეხლა თქვენ ხედავთ რა იყო ადრე და ეხლა როგორი გამოვიდა. მე მგონი იმუშავა საკაიფოდ. მე მგონი რომ ცოტა მეტი ის უნდა ჩართულობა რაღაცა ჩოთკი ან რამე რბილი უნდა, შეიძლება გუკა უკეთესად იმუშაოს ან ამე მეგეთმა რომ კარგად დაამუშაოთ და შედეგი მივიღეთ. მაგრამ ამდენ ხანს გაძლევს, ეგ არ ვიცი. შეიძლება ერთ კვირაში ისეთი გახდეს. მოიცა ისევ ისეთი ხდება გოგა. ისევ ისეთი გახდა ხო? ჭუესი აპრიალებს ნახე იდეალურად რა. აი იმ ყველაფერს იღებს. ესე თითქოს ამოიღო, მაგრამ მე ისევ რაღაც თითქოს თავის ფერს უბრუნდება. ნაწილობრივ მუშაობს, რა სრულად მუშაობსო ვერ იტყვი. ტესტი ნომერი 3. ბურთით უნდა შეუძლოთ მანქანის აწევა. Have a jack to lift your car, just place a basketball under the wheel. Inflate the basketball and it'll lift the car up. It works even better. ვიდეოში გამოყენებული არის კალალბურთის ბურთი, თუმცა ჩვენ ფეხბურთის ბურთი გვაქვს. გონია რომ ეს იმუშავებს, თუმცა მაინც უნდა გადავამოწმოთ. წავედით. როგორც ვიდეოში ვნახეთ, ბურთით აწია მანქანა. ამჯერად ჩვენ გვაქვს უკონ ფეხბურთის ბურთი, იმედია ესეც იმუშავებს, იმიტომ რომ რა ვიცი, ისეთი გამძლე არ იქნება როგორც კალალბურთის ბურთი მთლიანად რეზინის, მაგრამ წესით ამანაც უნდა იმუშაოს. და ნასოსი რა თქმა უნდა რა. ეხლა დავდებ ბურთს, მანქანას გადავაკეთებ ზემოდან და შემდეგ ვეცდებით გაბერვას. ცოტა შორს დავდგები რომ არ გასკდეს. სანამ ბურთს გადავულით, მინდა შეგახსენოთ რომ ჩემი არქის წარმგენი გახლავთ სპორტული საინფორმაციო პორტალი Krogo.G. მიგარნახე? იდე? შუაშია ხო? ეხლა შევაერთოთ ჩვენი ნასოსი. იმედია სახეში არ შემომასკდება ეს ბურთი. წინა ვიდეოში ბოთლი დავწიეთ მანქანა და იმუშავა 5 ბარამდე წნევა ჩავბერეთ და გაუძლო და ცოტა გაიბერა, მაგრამ იმ შემთხვევაში თავსახურზე გამოყენებული ქონდა პიპკა. აქ უბრალოდ ნემსი გვაქვს შერჯობილი და ნემსი შეიძლება გამოაგდოს, ეგ არ ვიცი. მოკლედ, სადოთ და ერთად ნახოთ რა მოხდება. წევს ხო? მზად იყავით რომ გასკდეს. მუშაობს. ძალიან არ მინდა რომ გავბერო. მოკლედ ეს მუშაობს. ბურთით მართლა გაიბერა, უფრო დიდი ბურთი რო იყოს, ჩემი აზრით, უფრო დიდზე აიწევოდა ჩვეულებრივად. მოკლედ, ამ ტესტმა გაამართლა. მაგრამ სადაც ბოთლმა გაძლო, პრინციპში ბურთის გაძლებდა რა თქმა უნდა, რა და. მოკლედ ეს ტესტი მუშაობს. ტესტი ნომერი 4. მანქანის კერამიკები ძალიან გვიყვარს და მოდი ამჯერად ვნახოთ თუ რა შემოხდაოს და TikTok-მა.
ჯონსონის ზეთი. ჯონსონის ზეთი სასხამს რეზერვუარში წყალს ურევს და შემდეგ აშხურებს მანქანაზე. თუ დავიჯერო რომ შედეგს გამოიღებს, ამისთვის ერთი გზა არსებობს, უნდა წავიდეთ, ჯონსონის ზეთი ვიყიდოთ. ჯონსონის ზეთის ყიდვა ესეც ცოტა აპესნია ხო მე მგონია ახლანდელ დროში. კაი, მოკლედ წავედით გავტესტოთ. ცოტა ისეთი პონტი არის რა, ხა ამის ხელში დაჯერა პარამეტროვე დროში არც თუ ისე კარგია, მაგრამ ტესტისთვის უნდა გავაკეთოთ და უჭირს. ვიდეოში იყო ძალიან დიდი რეზერვუარი გამოყენებული, თუმცა ჩვენ ესეთი პატარა გვაქვს. მე მგონი მაინც გავიგებთ დაახლოებით მუშაობს თუ არა. ამას შევასწრებ ხა ჩვენი ზეთით. მოკლედ ჯონსონს ვასხამთ ხა ჩვენს რეზერვუარში. საკმარისია მგონი. დანარჩენი წყალი გაურიოთ. აი ამდენია დაახლოებით. თუ წყალი საერთოდ გავურიოთ. იქ როგორ ხონდა? წყალი გაურია იმ ვიდეოში როგორც ჩვენს გაურიოთ. და რეზერვუარშივე გამოჩნდება სხვადასხვა წყალს ერევა თუ არა ჯონსონის ზეთი. არ ერევა. ნახე? ზეთი ზემოთ არის, წყალი ქვევით დარჩა. შვენიერ, რაღაც გვაქვს. ეხლა, საგავტესტოთ გოგა. გვერდზე ჯობია. აი მაგალითად ეს შუშა ავიღოთ. აი ამ შუშაზე არ გავაკეთოთ, ამ შუშაზე გავაკეთოთ ჩვენი ჯონსონი. ვიდეოში არ წმენს ხო? პირდაპირ პოულს მოგონი ეს. მაგრამ ამის გაიზ როდის გაშრება? წმენს? გავწმინდოთ ჯობია. მე ხარ დავტოვებ. მოკლედ ამ მანქანაზე რეებით არ ვცადეთ კერამიკა რა. ან კარტოფელიო, ან ისაო, ან ესა. ეხლა ჯონსონის ზეთი. კაი, და ეხლა გვინდა წყალი. წყალი უნდა მივასხათ ორივე შუშას და ვნახოთ რამე სხვაობა თუ იქნება. კაი, მოდი მივასხათ. მაგრამ ამას უკვე ლაქები აქვს, იცი? ჩვენი ჯონსონის ზეთის არ მომწონს. არაფერი არ მოხდა, ზუსტად ერთ და ივე ორივე მხარეს. და ეს ჯობის, ნახე, არ იჩერებს წყალს და ჩამოდის თავის. აკია დარჩა. მოკლედ ეს სისულელია, სრული. არ გაიმეოროთ. ტესტი ნომერი 5. Pull this trigger all the way and let it go. You're going to get too much air in your tank and you're not going to get as much fuel. But if you go ahead and wedge ანუ ეს ტიპი გოგნება რომ როცა ბოლომდე გამოწეული პისტოლეტი 2004 ხამთო მაგას ჰაერის მიყვებაო და ჰაერის ღირებულებასაც ვიხდითო რა ანუ ეგრე აფიქსირებს აპარატიო. რადგან ეს სისულელე მგონია, მე მგონია რომ მნიშვნელობა არ აქვს დიდად რა, მაგრამ საინტერესოა, წავიდეთ და შევამოწმოთ. მოვედით Connect-ის თვითმოსახურების ბენზინგასამართზე, ეხლა გავტესტოთ ჩვენი ჩამსხმელი როგორ მუშაობს და რეალურად რაც ვიდეოში ვაჩვენეს, ეგ უნდა გავიმეორო. გავხსნათ ჩვენი ავზი. ნახეთ რა ხდება. აი ეს ჩამგედი ბევრ გასამართზე არ მუშაობს. ამიტომ აი შეგვიძლია გამოვიღეროთ მაგისთვის და აი აქ გავჭხიროთ და დაველოდოთ ჩასხმას. მოიცა? თუ გაჭხირდა. აი ესე. და ესე დგომა აღარ მოგვიწევს და დალოდება. ამისთვის კაია, იმიტომ რომ როგორც მახსოვს თვითმოსახურების ბენზინგასამართზე, სადაც მივედი, აი ჩამსხმელი არასდროს არ არის ხოლმე გამართული რა და თან ნელა ჩაისხმობასაც მოვი და თან კიდე ჩვენს დავათორილებს სხვა რამეს, ან რავი, დაველოდებით რამეს მოკლედ. ამისთვის კარგია რა. იდეაში, მაგრამ ის რომ ჩქარა ისხმობა ისე, როცა ბოლომდე უჭერთ და ნელზე რო ვაჩერეთ, თუ რო ნელა მიდის და ჰაერის ღირებულებას არ ვიხდით, ეგ მე მგონი რომ სისულელია რა. ნაწილობრივ გაამართლა ამ ტესტს. წავედით ჩემთეს. ტესტი ნომერი 6. ეს საინტერესო ტესტია. The ink contains compounds that prevent streaking while the paper texture removes everything perfectly. ანუ გაზეთით ამშრალებს შუშებს. საინტერესოა გაზეთით უმუშაობს, მე მგონი ტულებს გაზეთით ჩავანაცვლებ. წავედით გავტესტოთ. ხო. შემდეგი ტესტი, გაზეთის ტესტი. როგორც ვიდეოში ვნახეთ, გაზეთმა სველი შუშები ძალიან კარგად გაამშრალა, ისე რომ არანაირი კვალი არ დატოვა. ამისთვის გვჭირდება გაზეთი და წყალი. დავასვეროთ ჩვენი საქარებინა. ესე. და გავამშრალოთ გაზეთით. სამრეც ყავში ვიყარ და გაზეთებს რო გაშლიო. კაი, ამდენი არ გვჭირდება. ეს ცალი შედეგს ვაჩვენებ. ესე უნდა მანე რა, თუ როგორ. არაფერს არ წინდავს. დაჟე მე მგონი რომ ჩხაპნის. მოიცა? ესე იგი შეიძლება. აჰა, მოიცა ერთი ზამით კარგად გავწმინდა ყველგან. არა, გაწმენდით კარგად წმენს. მაგრამ რამეს თუ ტოვებს ეხლა ნახო. თუჩუ არა, იმენა იდეალურია ზმო. 1 გრამი ნადები არა, ქართულად დატოვებული. მოკლედ, გაზეთმა იმუშავა. ძალიან კარგია, მაგრამ სამრეცხაოში გაზეთებითი არ ეთქო და მე ამიშრალეთ, ამით თქო, როგორი არასწორი იქნება, რა ვიცი, მაინც ტილოებს გირჩევთ. თუ კარგია და ისეთია ზუსტად რისთვისაც შეიქმნა, ანუ მანქანით გასამშრალებლად, მაგ შემთხვევაში კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვეულებრივ ტილოებს მართლა ჯობია გაზეთი. და ლაიფჰაკი ნომერი 7. უბრალოდ ტილოზე აწვეთებს ესე თქვა ლიმის ზეთს, შემდეგ წმენს სავარძელს და კარგი სუნელი იქნებაო. ლიმის ზეთი სადუღიდო. მაგრამ ვიშოვისად. წავედით, გავტესტოთ. შემდეგ ტესტზე გადავიდეთ, რადგან Subaru-ში არ გვაქვს ტყავის სავარძლები, გადმოვიდასული ანას მანქანაში. ტყავის სავარძლები აქვს, თან თეთრი ტყავია და უფრო კარგად გამოჩნდება. თუ იმუშავებს ეს ლაიფჰაკი, ამისთვის აღშნდება ესეთი ტილო, დაწმენდი და ლიმის ზეთი. ასე გამოიყურება. ძალიან კარგი სუნი აქვს. ამან თუ შევინარჩუნოს სუნი, ნამდვილად ღირს დატოვება მანქანაში. მოკლედ, როგორც ვიდეოში იყო, რამდენიმე წვეთი
ცოტა ბევრი მოვიდა. ხო და შემდეგ უკვე უნდა გავუსვათ ჩვენს ტყავს, რომ გამოჩნდეს კარგად. მოდი აბა ეს გვერდი ავიღოთ რა მოხდება. ეს მინავს ეს რა. სუნელი ძალიან კარგი აქვს, იმის სუნელი აქვს და ძალიან აი არომატი აქვს, მაგრამ გაწმენდის რა გითხრათ, არაფერს არ შევა საერთოდ. ამიტომ ეს ტესტის მე მგონი ნახევრად ჩაითვალა. მოკლედ ეს იყო TikTok-ის 7 საავტომობილო ლაიფჰაკი, რომელიც გავტესტეთ. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვეცდები რომ მსგავსი ვიდეოები კიდე გადავიღო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და არ დაგავიწყეთ 30 თეთრ გამოწერზე როგორც კი ავალთ, გავათამაშებ ეს 60. დროებით.